ზოგადად რამდენი გუბერნატორიც ყოლია შტატს, არაფერი არ შეცვლილა, ესე ხალხის ასიკეთოთ, რა თქმა უნდა, ჩვეულებრივი ხალხისთვის, ესე ვთქვათ. ზოგადად ჩვეულებრივი ხალხი იმისთვის არის ამ შტატში, რომ იტანჯონ, ითმინონ, ჩუმად იყვნენ, მაგრამ ჩემი აზრით საკმარისია ეს ყველაფერი, ეს ჩუმად ყოფნა და ეს მოთმენა და ყველამ უნდა გავიგოთ ის, რომ ეს ქვეყანა ჩვენია და არა მიქრთამე კორუმპირებული ხალხის, რომელიც დღესდღეობით მოღვაწეობს სტრუქტურაში. მოგეხსენებათ ჩვენ ვიზიარებთ თქვენ აზრს კერძოდ იმას, რომ ხალხი ჩუმად არ უნდა იყოს და ხალხშია ძალაუფლება. აქედან გამომდინარე, მე არაერთხელ მithქვამს, რომ ვეზენიუსის გუნდი რაც არ უნდა მწარე იყოს, სიმართლე მუდამ დაგეხმარებათ ამის გაშუქებაში, ჩემო ძვირფასო მაყურებელებო. ასევე ბატონო ეი, თუ შეიძლება მოგვიყვეთ ისტორია, კერძოდ რამოდენიმე დღის წინ რომ შეგემთხვათ, თქვენს მიმართ უსამართლობა რომ იყო საზღვარზე, თუ არ არის საიდუმლო იქნება და ხალხსაც გავუშუქოთ ეს ინფორმაცია, როგორც უდათ მოგეცნენ, როგორც ადეს თქვენი დაკავება უმიზეზოდ და ქრთამის სახით, ქრთამის შემოგთავაზებთ, ქრთამი მიგეცათ და ამის მერე მხოლოდ გაგიშვეს და გითხრეს, რომ თუ ფული არ გაქვს ადამიანი არ ხართ. აი ეგრე დეტალურად მოგვიყვეთ. კი ბატონო, მოკლედ სანამ მე დავტოვებდი ამ შტატს, რა თქმა უნდა, მე მყავდა ჩემი ინფორმატორები, იქიდან გამომდინარე, რომ მაღალ თანამდებობას ვიკავებდი და ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, მოგეხსენებათ, რომ ყავს შენი ინფორმატორები, რა თქმა უნდა, ისევ შენივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე. როდესაც უკვე მივიღე ინფორმაცია, რომ ჩემ მოშორებას აპირებდნენ, მე რა ქონებას გამაჩნდა, სრულიად დაგროვებული ჩემი პატიოსანი სამუშაობის შედეგად მთელი ქონება დავარიგე ქველმოქმედებაში, უსახლკარო ბავშვებს, ცხოველებს ასევე იმ პიროვნებებსაც ნამდვილად ჭირდებოდათ სახმარება დავეხმარე და სრულიად 0 დოლარით წავედი ქვეყნიდან. როდესაც უკვე მოხდა თქვენთან კომუნიკაცია, დავამყარე კომუნიკაცია და მინდოდა რომ ჩამოსულიყავი, უბრალოდ ონლაინ არ გამოდიოდა ეს ყველაფერი და ჩამოსულიყავი და ადგილზე მომეყოლა ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ასევე აგენტურის საშუალებით ჩემი შეფერხება მოხდა საზღვარზე. დამადეს ხელბორკილები ყველანაირი ახსნა-განმარტების გარეშე ფედერალურ ბიუროს წევრებმა, სხვა შორის უბრალოდ ნიღბები ეკეთათ და ვერ მოახერხებ მათ იდენტიფიცირებას. მესაუბრებოდნენ დამცინავად, აი შენ ვციტირებ, შენ ის არა ხარ ყოფილი ფედერალი, რა დღეს ჩავარდი ხედავ და ასე შემდეგ, რა მოკლედ არ მინდა დეტალების გახსენება. მაგრამ შემდგომ მოხდა სასწაული, განხორციელდა სარი საზღვარზე. ის შედეგადაც ყველანაირი ახსნა-განმარტების გარეშე მოხსნეს ბორკილები და შემომიშვეს. მაგრამ ასევე როგორც მითხრეს 24 საათში უნდა დავტოვო ისევ შტატები. სხვა შემთხვევაში მომექცევიან ძალიან ცუდად. რამდენ ხანში გაგდით ეგ? როგორ? რამდენ ხანში გადის ეს 24 საათი ბატონო? დაახლოებით 10 საათში უკვე უნდა ვიყო შტატებს გარეთ. სამწუხაროა, ვინაიდან სამწუხარო იდევნებიან შტატიდან მსგავსი პიროვნებები, რომელსაც შეუძლიათ შტატი უკეთესად აქციონ, კიდე ჭორები დადის, რომ ცოლი გაგეცათო, სიმართლეა? უფრო მე გავიქეცი. ცოლს გაგეცით, რომ? დიახ. ქერას? დიახ. აჰა, კარგი. გაგითხოვდათო, ეგეც გაიგეთ? რა თქმა უნდა. კარგი, თამას ამოჭეთ ეს უბრალოდ პირადად მე მაინტერესებს და ბატონო, საკმაოდ ბევრი ამბობს იმას, რომ შტატს როცა ტოვებენ და ბრუნდებიან უკან, თუნდაც მეგობრები ზურგს თქვენს ადგილას ბევრი იყო მოსულ და მეგობრებმა ზურგი მაგციესო, ვციტირებ. თქვენ შემთხვევაში როგორ არის? თქვენი მეგობრები რამდენად ხანში გიდგანან და თუ მოიქცნენ ისინიც სახელმწიფოს ამ ბერკეტის ქვეშ და ძალაუფლების ქვეშ? ძირითადად ჩემი ახლო გარემოცვის წევრები, ქალბატონო, არ არიან უკვე შტატში, ასევე ჩემს გზას დაადგნენ, როგორც ხლებისთან კომუნიკაცია და კავშირი მაქვს, ვიცი რომ ანალოგიურად მოხდა მათი დევნა და სანამ ერთი პიროვნება დაკავებულია სახელმწიფოს არ დავასახელებ, ველოდებით მის პროცესსაც. რა თქმა უნდა, მე კორუმპირებული სასამართლოსი არ მწამს და დიდი იმედის და მიუხედავად ვიცი რომ ეს პიროვნება დარჩება ციხეში სიცოცხლის ბოლომდე. სიცოცხლის ბოლომდე არა თუ ეს მთავრობა შეიცვლება, რა თქმა უნდა. აქედან გამომდინარე ძალიან ცოტა მეგობარი დამჩა ამ შტატში,
სამწუხაროდ მათ მონახულებას ფიზიკურად ვერ მოვასწრებ, იმიტომ რომ როგორც მოგახსენეთ, ჩამოვედი იმისთვის, რომ თქვენთვის ინტერვიუ მომეცა და უნდა დავტოვო აქაურობა სასწრაფო წესით. კარგით ბატონო, გარდა ამისა, თუ ადევნებთ შტატში შექმნის სიტუაციებს, ნახავდით რანაირი კომენტარებს აკეთებს ჩვენი LSPD-ის შეფი, რასაც ხალხი შეზრწუნებულია, თქვენ რას ფიქრობთ, ესეთი ანტისემიტური განცხადებები რამდენად მისაღებია ასეთი თანამდებობის მქონე პირისგან, ბატონო, და როგორ მოიცავდით თქვენ საერთოდ მთავრობის ადგილას, გააჩერებთ თუ არა ესეთ ადამიანს თავის კუთვნილ წოდებაზე? ყოფილა პრაქტიკაში, როდესაც გავს განცხადებებს აკეთებდნენ მაღალჩინოსნები, თუ გადახედავთ არქივს, ჩემი შემოქმედებით, ძალიან ბევრი მაღალჩინოსანი ჩამოვაშორე თავის საქმიანობას, ზუსტად მსგავსი კომენტარებისგან გამომდინარე. აქედან გამომდინარე, მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ სასაცილო არიან პიროვნების საუბარი, მეტი არაფერი. კარგით ბატონო, თქვენ გეძლევათ საშუალება ჩვენი ტელევიზიის დახმარებით ასევე გააკეთოთ კომენტარი, რაზეც გინდათ, გაძლევთ ეფირს, შეგიძლიათ ისაუბროთ თავისუფლად, თუ რამე გვაქვს დასამატებელი დაამატოთ. მოდით ამ ეტაპზე თავ შევიკავებ, მაგრამ სამომავლოდ პირობას გაძლევთ, რომ კიდევ ერთხელ ჩამოვალ და უფრო დეტალურად ვისაუბრებ ყველაფერზე. მადლობას გიხდით, ჩემო მაყურებლებო, თქვენთან იყო მარგარეტ მორიარტი და ბატონი ელი. ადამიანი წარსულში გმირი, ახლა კი დევნილი, მისივე ხალხისგან ვისთვისაც თავს წირავდა. მოდით და ისაუბრეთ ღიად შტატში შექმნის პრობლემებზე. ჩვენი გადამღები ჯგუფი მუდამ დაგეხმარებათ იმაში, რომ გავაშუქოთ თქვენი პრობლემები შტატის ასარგებლოდ. მადლობას გიხდით. ეს იყო დავასრულეთ.